პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულთა პირველი დავალება სოლიდური ანაზღაურებით თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობის 24 საათიან გრაფიკში 30-მდე ელექტროშემდუღებელი ჩაერთო. ბიზნეს ლოგიკით აწყობილმა სტრუქტურამ ყველა სახელმწიფო მომსახურება და ინოვაციური სერვისი მომხმარებელს სექტემბრიდან უნდა შესთავაზოს. თბილისის იუსტიციის სახლის რკინის კონსტრუქციის შემინვა უკვე დაწყებულია. ამერიკული კომპანია ფუქსასის დაპროექტებული შენობა, რომლის საერთო მოცულობა 32,000 კვადრატული მეტრია, მომხმარებელს უკვე სექტემბრიდან მიიღებს. თბილისის იუსტიციის სახლში ყველა სახელმწიფო სერვისი განთავსდება. გარდა ამისა, აქ იქნება კიდევ ერთი ინოვაცია. კერძოდ, შენობის მარჯვენა ფლიგელში განთავსდება Just Drive და Just Cafe სერვისი, სადაც მომხმარებელს, რომელიც კაფეში შევა, ერთდროულად შეეძლება ყავის და პასპორტის შეკვეთა. ამ ორივე სერვისს მომხმარებელი თანაბარ დროში მიიღებს. უკვე არსებობს იმ სერვისების ჩამონათვალი, რომელზედაც განაცხადის გაკეთება მოქალაქეს იუსტიციის სახლში შეუსვლელად მანქანიდან გადასვლის გარეშე შეეძლება. ეგრეთ წოდებული Just Drive-ის სისტემა ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საჯაროს და სამოქალაქო რეესტრების 20-ზე მეტ დოკუმენტზე გავრცელდება. ბიზნეს ლოგიკით აწყობილი სტრუქტურის თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობაში დღეიდან პროფესიული კოლეჯის სპექტრის კურსდამთავრებულები ჩაერთნენ. 30-მდე ადამიანი ელექტროშემდუღებლად იმუშავებს. მათი ყოველთვიური ანაზღაურება 1500 ლარი იქნება. პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულთა პირველი დავალებების შესრულების ხარისხი დღეს განათლების მინისტრმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ შეამოწმეს და ახლად დასაქმებულებს გაესაუბრნენ. ეს არის შედეგი იმ რეფორმის, რომელიც ჩვენ განხორციელებთ და რეფორმის მთავარი ამოცანა არის ჩვენი მოსახლეობის დასაქმების და ხელშეწყობის იმისათვის, რომ ყველა ადამიანს მოდის შესაძლებლობა რომ დასაქმდეს. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ვეძებთ შემდუღებლებს და დღეს დასაქმდებიან უკვე ადამიანები, ვინც კონკრეტული გადამზადების კურსი გაიარა განათლების სამინისტროში. რაც ყველაზე მთავარია, მომავალშიც სწორედ ესეთი კონკრეტული სპეციალობის ადამიანებისთვის სამუშაო ადგილი საქართველოში პრობლემა არ იქნება. ამიტომ მთავარია ყველამ რაღაც კონკრეტული პროფესია მიიღოს. პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულები 2 ცვლაში მუშაობენ. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მშენებლობაში მძიმე ტექნიკის სპეციალისტების, დურგლების და სანტექნიკოსების ჩართვაც. 11 წლის განმავლობაში ვისწავლეთ სპექტრში, ეხლა მოვედით იუსტიციის სახლში, გამოგვიძახეს, ვიმუშავეთ შემდუღებლად და მშვენიერი ხელფასი გვექნება. ეს ყველაფერი კურსი გავიარეთ 5-იანზე, ძალიან ჩავაბარეთ სვარკის კურსები, დღესდღეობით დავსაქმდით. ყველაფერი კარგად ანაზღაურებაც ძალიან სოლიდური. თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. 2012 წელს თბილისის გარდა იუსტიციის სახლები კიდევ 11 ქალაქში გაიხსნება.